ჭაობი არ ყოფილა, ეს ყოფილა თხრილი, რომელიც იყო წყლით სავსე და სხვათა შორის საკმაოდ დიდი აღმოჩნდა იმასთან შედარებით, ვიდრე მე თუნდაც ვფიქრობდი. სკოლის ტერიტორიაზე დილი და საღამომდე მოძრაობს ეს ბავშვები, იმიტომ რომ არის 2 ცვლა და ამ 2 წლის ამ დროის განმავლობაში დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე სულ არის ან სამანქანო და ფეხით აბსოლუტურად ბავშვები და მშობლები მოძრაობს. მე მახსოვს შარშან წინ მანდ გაკეთდა გზა სამანქანო, იმიტომ რომ შარშან წინ დაიგო მეორე მოსასვლელი გზა და ჩვეულებრივად გადადიოდნენ და იყო მეგონა რომ იყო ჭაობი. ბავშვების ნაწილი დადის ქროლით. მათ შორის ჩემი შვილებიც. მე როცა ვიცი რომ ჩემი ზოგი ფეხით დადის, საერთოდ არ ყავს ავტომობილი მის მშობელს, ვითხოვთ მუნიციპალურ ტრანსპორტი ვერ გამოიყო, მიუხედავად იმისა რომ განთავისუფლდა ჩვენ ვიცით ავტობუსები და ჯერ კიდევ არ არის. ამიტომ აბსოლუტურად არას ვიადებ, გულწრფელად ვამბობ, არის საფრთხილო და საშიში. იმიტომ რომ არის სკოლის ტერიტორიასთან ახლოს და იქ მუდმივად 24 საათი ვერ მოვიტყვევი, მაგრამ დილი და საღამომდე 2 ცვლიან სკოლაში, სადაც დაახლოებით 3000-მდე ბავშვი და მშობელი დადის. საფრთხილო კი არა, როგორც კი პატარა წყალი ამოიწია, მაშინ მე უნდა ყოფილიყო რეაგირება, არამედ ამხელა თხრილი და ამხელა თუ ჭაობი, ჩვენ მოგონა რომ ჭაობი იყო.